მოსაცდელში ბრძანდება ბატონი ელგუჯა ხარაზიშვილი, ჩორჩანის მკვიდრი, რომელიცაც უნდა ვთხოვოთ შემობრძანდეს. ბატონო ელგუჯა, მოგესალმებით, დაბრძანდით თქვენ დილა ადრიანს, ამობრძანდით თქვენი საცხოვრებლიდან, დაბრძანდით თუ შეიძლება და უკან უნდა გაბრუნდეთ, ამიტომ ვიჩქარებთ, თქვენ სიჩქარეთ და დიდხანს არ მოგაცდენთ. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის თქვენნაირი შვილები, ვინც სამშობლოს თავის სოფელში, თავის ფუძეზე ემსახურება, წარდგნენ ჩვენი კომისიის წინაშე. ბატონო ელგუჯა, თქვენ გაეცანით ტექსტს გაფრთხილებისა. გთხოვთ მოაწეროთ ხელი თუ კი ეთანხმებით იმას, რომ ჩვენი კომისიის წინაშე კითხვებისთვის პასუხისთვის თავის არიდება, კითხვებზე უარი ან კიდევ განზრახ-ცვახს და განმარტების მოცემა იჯება სისხლის სამართლებრივი წესით. მადლობა. ბატონო ელგუჯა, მოკლედ რომ მიპასუხოთ კითხვებზე და პასუხის დროს, რასაც ჩათვლით საჭიროდ რომ უნდა თქვათ, აი მომენტში რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. თქვენ სად ცხოვრობთ ამჟამად? მე პირადად ცხოვრობ ხაშურის რაიონის სოფელი წაღული. წაღული. კი ბატონო, ეს ჩორჩანიდან რა მანძილზე მდებარეობს? ჩორჩანიდან დაშორებული არის 3 კილომეტრი. 3 კილომეტრი. ჩორჩანა არის პატარა სოფელი უფრო, ჩვენი სოფელია დიდი სოფელი. უფრო დიდი სოფელი. 3 კილომეტრში ცხოვრობთ. 2019 წელს ჩვენ ქონდა წინასხდომა, თქვენ ხომ არ უსმინეთ ბატონი გიორგი გახარიას გამოკითხვას? ჩვენთან იყო მოსული. კი, იმიტომ რომ მას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით დაუსვით კითხვები და ამიტომ გთხოვეთ. ესე იგი 2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანის მიმდებარედ გაჩნდა ახალი საგუშაგო, რომელიც ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმართა. ცნობილია თქვენთვის ამის თაობაზე? ცნობილია. გაიხსნა ეს საგუშაგო, აი იქ ქარხანა იყო. დიახ. იმის თავზე გაიხსნა. იმის თავზე გაიხსნა ეს საგუშაგო. თქვენ რომ ეს საგუშაგო გაიხსნა, როგორ გაიგეთ? სოფელში უკვე ლაპარაკობდნენ გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, იმის შემდეგ არ გასულა რამდენიმე ხანი და წაღulis ტერიტორიაზე შემოვიდნენ და გააკეთეს იმათმა საგუშაგო. იმათმა ვინ? აი რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღulis ტყე. რუსებმა? კი. კარგი. აბა ეხლა ასე შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრი ნახევარი. დიახ, ბატონმა გიორგი გახარიამ გითხრა, რომ ეს არ არისო სიმართლეო. ანუ რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ სწორედ 24 აგვისტოს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმართა იქ საგუშაგო, ამით მეო ამ გადაწყვეტილებით დავიცავი ჩემი ქვეყნის ტერიტორიებიო და იქო არაფერი დაკარგულაო. თქვენ ამბობთ საპირისპიროს. ესე იგი სწორად გავიგე ხო ბატონო ელგუჯა, რომ მას შემდეგ რაც აღიმართა 2019 წლის 24 აგვისტოს ქარხნის თავზე საგუშაგო, რომელიც მანამდე არ არსებობდა, ამის შემდეგ ოკუპანტმა სახელმწიფომ განათავსა ახალი საგუშაგო, რომელიც მანამდე არ არსებობდა და რეალურად დაიკარგა ტერიტორიები. იქ თქვენ ვეღარ შედიხართ? ვერანაირად. 24 აგვისტომდე შედიოდით? მაშინ ასე რომ მოგვიყვეთ და მე აღარ შეგიშლით ხელს, ისაუბრეთ 2-3 წუთი თავისუფალ რეჟიმში. რა შეგეძლოთ 24 აგვისტომდე? ტყეში გავლა, მოჭრაშეში, საქმიანობა და რას ვეღარ ახერხებთ 24 აგვისტოს მერე? კი ბატონო. თუ შეიძლება. როდესაც გაკეთდა საგუშაგო რუსების უბრალოდ იმ ტერიტორიას შემოიღობა მართულ ხლართებით, მანამდე იქ სოფელში ჩამოდიოდა მდინარე. მდინარის გამოღმა ისინი არასდროს გამოსულან. მაგრამ იქ რომ გაკეთდა ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, იმის მერე ამათმა შემოიწიეს კილომეტრი ნახევარი, ეს მდინარეც გადმოლახეს და მანამდე ამ ტყით ვსარგებლობდით სოფელი,
შეშა იქიდან გამოგქონდა ჯონჯოლზე დავდიოდით კი ბატონო პირუტყვი დაგხვანდა ახლა ვერანაირად ვეღარ შევდივართ იქ ყველანაირი აკრძალულია ერთსა ისიც კი უთხრეს წყევს რომ რუსმა სალდატმა რომ 200 მეტრზე არ მომიახოთო თუ გესვიო თქვენ თვლით რომ ეს ტერიტორიები დღეისათვის დაკარგულია იქ ჩვენ ვერანაირად ვერ შევდივართ ადრე შედიოდით დარწმუნებული ხართ სწორად გახსოვთ როგორ არ მახსოვს ბავშვი ხო არა ვარ 65 წლის კაცი ვარ მახსოვს ისა ჩვენი იყო შევდიოდი გამოვდიოდი და ახლა ვეღარ თქვენთვის ცნობილია რომ ის ტერიტორია რომელსაც თქვენ ვეღარ იყენებთ არის 100 ჰექტარზე მეტი ტყე კი საიდან იცით ეს იმიტომ ვიცი რომ ნახევარზე მეტი დაკავებული და სულ იყო ეგა 250 ჰექტარი მაინც ნახევარზე სოფლის ტყე იყო ეგა საკოლმეურნეო ტყეს ვეძახდით თქვენ გახსოვთ კოლმეურნეობის როგორ არ მახსოვს კოლმეურნეობა კოლმეურნეობა კი ბატონო და იქიდან სარგებლოდით მუდამ დაჟე 1-4-5 სოფელი კიდე გარშემო სოფლები იმ ტყით სარგებლობდით ტყის გარდა სახლებიც ხომ არ წაიღეს მავთულხლებში ხომ არ მოაქციეს არა სახლები არ იყო ან სხვა სავარგულები ან საბოსტნე ან არა სავარგულები არა იყო აი საშენი მასალის კარიელად ვიყენებდით რა აი სამშენებლო მასალად რა იყო იქ რა მოდიოდა კირქვა თუ ინერტული მასალა იყო და ბეტონს ვასხავდით რაღაცა ვეღარ იყენებთ ვეღარ დაკავებული აქვს იმათ გასაგებია კითხვები თუ არის ბატონ ელგუჯასთან ბატონი სოზარი თვითონ ეს საგუშაგოები აი რო წარმოვიდგინოთ რაც შემოიწეს სოფელთა მიმართებაში როგორ დგას მაღლობზე ზემოდახურებს ანუ პრაქტიკულად აკონტროლებენ სიტუაციას ხო რაც მანამდე არ ყოფილა მანამდე ისეთ თუ დადიოდნენ სოფელში თუ შემოდიოდნენ თუ არ შემოდიოდნენ რუსები აი მდინარე საკეთ არასდროს არ გადმოსულან კი ბატონო მადლობა ბატონ ელგუჯას კითხვას დაუსვამს ბატონი თენგიზი და ბატონი ირაკლი ბატონ ელგუჯა მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა მოგზაურობისთვის ახლა მე მაინტერესებს ასეთი რამ ის საგუშაგო იცით თქვენ ჩვენებმა რაც აღმართეს ის რაიმე უსაფრთხოებებას თქვენსას ან პრევენციას უსაფრთხოებისა უზრუნველყოფს ახლა ამჟამად აი რამე დანიშნულება აქვს არაფერი დანიშნულება იმას არ აქვს ქართულ საგუშაგოზე კი ქართულ საგუშაგოზე ვამბობ არაფერი დანიშნულება რომელსაც ისინი ამბობენ რომ ეს იყო ჩვენი გამარჯვება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა რამეს უზრუნველყოფს არაფერს ბატონო მოგესალმები და პრინციპში რაც ბატონმა თენგიზმა და სოზარმა დასვა ეხმიანება უბრალოდ შინაარსი გვინდა გავიგოთ კარგად ანუ თქვენ იქ ადგილობრივი მაცხოვრებელი ხართ რომელიც მოკლედ იქ ყველაფერი იცით საქმიანობთ ცხოვრობთ იმ გარემოს ყოველდღიურად აკვირდებით ხო თქვენი ცხოვრებისია ანუ რაიმე საჭიროება იმისა თქვენთვის როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის იყო განცდა რომ აქ ჩვენი საგუშაგოს ჩაყენება აუცილებელი იყო ან რამე საჭიროებას წარმოადგენდა რომ რაღაცისგან თავი დაეცვა მოსახლეობას ან რაღაცის პრევენცია მომხდარიყო ან რამე ფაქტები თუ იყო ისეთი რომელმაც შეიძლება იფიქროს კაცმა რომ საჭიროება გახადა ამ საგუშაგოს ჩაყენებისა ანუ აი გამართლება შეგიძლიათ მოუძებნოთ რომ ამ საგუშაგოს ჩაყენება ამიტომ იყო საჭირო და არა უშავს ის 100 ჰექტარი იმიტომ სამაგეროდ რაღაცა დიდი გადარჩაო მე ვუერთდები ამ კითხვას ძალიან კარგი კითხვა და როგვიპასუხოთ აი რა მნიშვნელობა ქონდა ჩემთვინა გაუგებარია არა ვიცი ახლა პოლიტიკურად რა იყო როგორა მაგრამ იქიდან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა არაფერ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. იმიტომ დიდი ტრაქტორებით გზა გაჭრეს და ისიც ჩავიდნენ იქ. და დააყენეს საგუშაგო. მანამდე გზაც არ იყო იქით ხედავ. იყო, მაგრამ აი მიუვალი გზა იყო. კი ბატონო. ბატონო ელგუჯა, განვავრცობ თქვენი ნებართვით, ხომ არა გაქვთ კიდევ კითხვა ბატონ ირაკლის ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას. მაგალითისთვის თქვენ ხომ არ შეგიმჩნევიათ იმ ტყეში, რომელიც თქვენ თქვით საკოლმეურნეო ტყე იყო,
ხლა ეს აკაცუკი რას გაიგებს საკოლმეურნეო ტყე რა არის არ გვაქვს ამის ახსნის დრო ამაზეც ვფიქრობ ხოლმე რომ აუხსნათ რაღაცეები მაგრამ ნუ ამის დრო არ არის საკოლმეურნეო ტყე იყო საკოლმეურნეო ტყეში ესეთი ტყეა ყველა სოფელში ქონდა ასეთი ხო ზეპირად იცი ლამის ადამიანმა რომელი ხე სადგას ხო ხო ბავშვობიდან იცი ხომ არ შეგიმჩნევიათ აი რაც ბატონმა ირაკლიმ მკითხათ მანამ სანამ საქართველოს ჩააყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო საგუშაგოს ან ხეზე ნიშნულები რომ ვიღაცა მეორე მხარე აპირებდა ამის მიერთებას წაღებას ჩვენ მხარეში არა არ შემიჩნევია არანაირი მტრული აქტივობა არ შეგიმჩნევით დარწმუნებით იცით მაგალითად ხეებზე ყვითელი ნიშნულები რომ ვიღაცას უნდა ამის წაღება მავთულხლართის გავლება არ შეგიმჩნევით ხშირად დადიოდით იმ ტყეში? დავდიოდი ახლა. აი რამდენ ხანში ერთხელ, კვირაში რამდენჯერ? არა, კვირაში ერთხელ რა. შეიძლება თვეში ერთხელ გამეორე. თვეში ერთხელ მაინც. სხვებისგანაც არ გაგიგიათ მსგავსი რამე, ხო? თანასოფლელებისგან, ან ჩორჩანელებისგან. იქით არ ვიცი რა ხდებოდა კიდევა. იქით საით? აი დინარის იქით გასაგები. ამ დინარეს რა ქვიაო ბატონი რა? ლოპეთის წყალს ეძახიან. ლოპანი იყო სოფელი იქ და იქიდან მოდიოდა სათავეს იქიდან იღებდა. კი. ბატონო ელგუჯა, მე მაქვს ერთი პატარა კითხვა და თუ სხვებსაც ეკნათ კითხავენ და შემდეგ აღარ მოგაცდენთ. როცა ეს საგუშაგო ჩადგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი მხრიდან. თქვენ თქვით რომ შემოვიდა ამის საპასუხოდ რუსი ოკუპანტის სახელმწიფო და 100 ჰექტარი ტყე და კიდევ იქ სადაც თქვენ ინერტულ მასალას აგროვებდით და რეალურად საყოფად ცხოვრებოდ გჭირდებოდეთ ეს ყველაფერი მიიერთა მავთულხლართი გაავლო და თვლით რომ ეს დაიკარგა ანუ ოკუპაცია კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მოხდა გარდა ამ შედეგისა ხომ არ იყო იქ რაღაცა ისეთი საფრთხე რომ შეიძლებოდა ცხელი დაპირისპირებაც ანუ ომი ამტყდარიყო არა ამის შიში ხო არ გაგიჩნდათ სოფელში არ გაგჩენიათ არ გაგჩენიათ ამის შიში მადლობა ღმერთს კი ბატონო სხვა რაიმეს თქმა ხომ არ გნებავთ ბატონო ელგუჯა კი ბატონო ბანოელ გუჯა, თქვენ ალბათ მოგეჩვენებათ, რომ ჩვენი დღევანდელი გასაუბრება იყო ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეთ. თქვენ რაც ბრძანეთ, რომ 100 ჰექტარ ტყეზე მეტი ტერიტორია რუსულმა საოკუპაციო ძალამ მიიერთა ამ ნაბიჯის შემდეგ, რაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით მოხდა. ამ აზრს ეს მარტო თქვენი აზრია თუ თანასოფლელებიც ამ აზრზე არიან? მარტო წაღლის მაცხოვრებლების აზრია თუ ჩორჩანელების აზრიც არის? როგორიც? ვიცი წაღული. წაღული. რამდენი ხართ წაღულში დღეს? რამდენი კომლი ბრძანდებით? დიდი სოფელი იყო, მაგრამ თანდათან დაიცალა სოფელი. დღეს რამდენი ოჯახი ცხოვრობს დაახლოებით? 150-ზე მეტი. მაინც დიდი სოფელია დღევანდელი გაგებით. ჩემ პერიოდში სკოლაში ჩემ კლასში ვიყავით 60 ბავშვი და ახლა ჩემ სკოლაში არ არის ბავშვი. აი ამ მოვლენების მერე რაც დაჩქარდა დაიცალა სოფელი. ამან დააჩქარა სოფლის დაცვა. არ იცით ზუსტად. იყვნენ თანასოფლელები, ვინც თქვა რომ ტყეს თუ ვეღარ ვიყენებ, აგერ რუსი მომადგა თოფით. წავალ და სხვაგან ვიცხოვრებ. იყო ასეთი? ეგრეთი არა, მაგრამ მაინც ახალგაზრდები მაინც მიდიან სოფლიდან. ბანოელ გუჯა, ამ პირობებში რომ გიწევთ იქ ცხოვრება, თქვენს ოჯახს, თითოეულ თქვენს თანასოფლელს, ჩორჩანელებს, სხვა სოფლის მაცხოვრებლებს თუ არ შეწუხდებით რომ ჩვენი სახელით, მთელი პარლამენტის სახელით დიდი მადლობა რომ უთხრათ, იმიტომ რომ თქვენ ხართ არ გაცვიათ ფორმა სამხედრო, მაგრამ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები და მადლობა ამისთვის. კი ბატონო, მე თითქოს მოხარული ვარ სოფელში ვარ. იქ ჩემ გვერდზე იმყოფებიან სოფლის მაცხოვრებლები და ზრუნავ სოფელში. და სამშობლოზე.
ვეწევით შროვალ და დიდი მადლობა ამისთვის და ჩამობრძანებისთვის. გამოიწერეთ emigrant TV, მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.